რაზე დგას ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს დასავლური ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და განაცხადი შეაქვს ევროკავშირის წევრობაზე. ასეთი ქვეყანა დგას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და არაშერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ დევნაზე. ასეთი ქვეყანა დგას ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვაზე და არა უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაზე. ასეთი ქვეყანა დგას ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობაზე და არა მათი ცხოვრების ხელყოფაზე და დაშინებაზე. დგას მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლებაზე და არა მათ დარბევასა და მონაწილეების უკანონო დაკავებაზე. დგას უმცირესობების პატივისცემაზე და არა მათ მიმართ ძალადობასა და მუქარაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული დასკვნის მთავარი შეჯამება კი მთლიანად საპირისპიროს მეტყველებს. სრულად დასკვნა 85 გვერდიანია და თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს როგორ გვაშორებს ქართული ოცნება ცივილიზებულ სამყაროს. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველ წამიერად. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე. დასკვნაში ნათქვამია რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლიცია, სუსი, რომელიც უკანონოდ ყველას უსმენს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, დიპლომატებს, სასულიერო პირებს. დასკვნაში ნათქვამია რომ საქართველოს ყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები. სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე და ხაზარაძე, წერეთელი, კეზერაშვილი და მელია. მათ დევნას კავშირი აქვს არა სამართლიანობასთან და სამართალთან, არამედ მხოლოდ მათ პოლიტიკურ პოზიციასთან. იქნება ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობა თუ ოპოზიციური მედიის ფლობა. დასკვნაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მთელი თავი პრაქტიკულად ეთმობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის და მისდამი მოპყრობას. ასევე მის წამების საქმის გამოძიების წარმოების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. დასკვნაში ნათქვამია რომ ქვეყანაში არ არსებობს სანდო გამოძიება და მართლმსაჯულება. მართლმსაჯულება კორუმპირებულია და მთავრობისგან მთლიანად მართულია. მართულია მოსამართლეთა კლანის მეშვეობით. დიახ, არ მოგეჩვენათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სწორედ სიტყვა კლანი წერია და ამ სიტყვას იყენებს. დასკვნაში ნათქვამია რომ მთავრობა არსჯის დამნაშავეს მომხრეებს, ხელისუფლების დამნაშავე მომხრეებს არსჯის და მასთან აფილირებულ პირებს. სამაგიეროდ პოლიტიკურად ანგარიშს უსწორებს განსხვავებულად მოაზროვნე უდანაშაულო საქართველოს მოქალაქეებს. იქნება ეს ადმინისტრაციული პატიმრობა თუ სისხლის სამართლის საქმეები. დასკვნაში ნათქვამია რომ ქართული ოცნების საქართველოში ჟურნალისტის არასაქმიანობა, ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის არასაქმიანობა, არამედ სიცოცხლეც კი არაფრად ფასობს და დეტალურად არის აღწერილი 5-6 ივლისის მოვლენები. დასკვნაში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ტარდება ძალადობის, გაყალბების, ფართომასშტაბიანი მოსყიდვების და გასაჩივრების სანდო სასამართლო მექანიზმების სრულად არარსებობის პირობებში. აი ამ დასკვნაში ნათქვამია რომ საქართველოს შეჭამა მაღალი რანგის კორუფცია და მხოლოდ საჩვენებლად იჯებიან დაბალი რანგის მოხელეები. აი ამ დასკვნაში ნათქვამია რომ ხელისუფლება ციხეებს ეგრეთ წოდებული მაყურებლების მეშვეობით მართავს, ხოლო ციხეებში პატიმრების მიმართ ძალადობის უამრავი ფაქტია და მათზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და არავინ ისჯება. და ბოლოს, საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება ნათქვამი, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო კოლაფშია.
რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება ნათქვამი, რომ ვერანაირი დასკვნა და ჩვენი პარტნიორების ვერანაირი რჩევა ვერ მოიტანს ქვეყნის გადარჩენის მთავარ წინაპირობას. ქართული ოცნების მართვის სადავოებიდან ჩამოშორებას. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენი ერთად მისაღები გადაწყვეტილება, ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყარო ვართ და ვისი ისტორიული მისიაცაა ამ 85 გვერდში მოყოლილი ჯოჯოხეთიდან ჩვენი ქვეყნის ამოყვანა.